მოგესალმებით, ეს გადაცემა თავისუფალი თემა, მე ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია რომან გოცირიძე, მას მაყურებელი კარგად იცნობს და წარდგენა არ სჭირდება. დიდ მადლობას გიხდით ბატონო რომან თქვენი დროისთვის, იმისთვის რომ ხართ ჩვენთან ერთად და პასუხობთ კითხვებს. მოგესალმებით. ბატონო რომან, მაყურებელსაც ავუხსნოთ, ჩვენი საუბრის ძირითადი თემა შეეხება მედია გარემო საქართველოში და ტელეკომპანია თრიალეთის ირგვლივ შექმნილ მდგომარეობას. იცით თქვენ რომ დაყადაღებულია ჩვენი ტელევიზიის ანგარიშები, ინკასო ადევს ჩვენს ანგარიშებს და ეს ვიცით ყველამ რას ნიშნავს და ფუნქციონირება შეუძლებელი გახდა. თქვენ რას ფიქრობთ, ეს არის ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამას ხშირად ვიმეორებ ეთერებში თუ პირად საუბრებში რომ ჩვენ არ ვითხოვთ პრივილეგიას, ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას. ეს თქვენ რას ფიქრობთ, თქვენი შეფასება მნიშვნელოვანია, ეს არის წმინდა საგადასახადო დავალიანების, ასე ვთქვათ, ამოღების პროცესი თუ ეს არის ვთქვათ რეგიონში თავისუფალი სიტყვის ხმის ჩახშობის მცდელობა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, სასიამოვნოა თქვენს ეთერში და თქვენი მაყურებლების წინაშე საუბარი. ეს ის იშვიათი რეგიონული ტელევიზია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში პატიოსნად, მიუკერძოებლად აშუქებდა როგორც ქვეყნის, ასევე იმ რაიონის და რეგიონის საქმეებს, რომლის სახელიც ქვია და რომელშიც იგი ფუნქციონირებს. ეს პრობლემა დიდი ხანია რაც არსებობს და მე პირადად პროტესტის გამოვთქვი. ჯერ კიდევ თითქმის ერთ წლისწინათ, როდესაც აშკარა იყო, რომ ხელისუფლება ცდილობდა რეგიონული მაუწყებლობის განადგურებას. ვინაიდან მათ სურვილი იყო, რომ ის ჭვიალა სატყუარა გადაცემები, რომლებიც აქვს იმედს რუსთავს ნაკლებად საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაგრამ ასეულ მილიონობით ფული სადაც იხარჯება და რომ მიაბამენ ხოლმე მაყურებელს და მე როცა იმედს უყურებ რაღაც ეკვანორსკლოებს ან რომელიმე გასართობ ხარისხიან პროგრამას უნდა ვაღიაროთ, ავიწყდება ადამიანს გადართვა ნეიტრალურ და დამოუკიდებელ არხებზე და წამლავენ მთელს ქვეყანას და რეგიონებში ეს განსაკუთრებით იგრძნობა, ვინაიდან ყველა დიდ ქალაქში ქართულმა ოცნებამ წააგო არჩევნები, ყველა დიდ ქალაქში. მაგრამ იგებენ გაყალბებისა და რეგიონის ამომრჩევლების ხარჯზე. და მათთვის ერთი თუნდაც მართალი სიტყვა, რომელიც თქვენი ტელევიზიით ითქმება, მეორე რეგიონში სხვა ტელევიზიაა, იქ ფოჩია, იქ რიონია, ქუთაისში და ყველგან არის ფაქტობრივად, მაგრამ ყველანი სულს ღაფავენ. ეს არის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, დევნა დამოუკიდებელი რეგიონული მედიისა. ეხლა სახელმწიფო დონეზე მაუწყებლები რა მდგომარეობაშია, ყველა ვიცით ეს, არც იქ არის უკეთესი ვითარება, აგერ მთავარი დაიხურა, აგერ ფორმულას ერთი თვის წინ გათიშული ჰქონდა მაუწყებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბიდან, მხოლოდ საკაბელო არხებით შეეძლო ადამიანს მათი გადაცემების ნახვა. ვინაიდან სატელიტის ფული არ ჰქონდათ, არც TV პირველს უხილს და აი აქამდე მიიყვანეს საქმე და უკვე დადგა თქვენი ჯერი. და აი ასეთი საგადასახადო ფინანსური რაღაც საკითხებით ფუთავენ პირდაპირ მათ, ასე ვთქვათ, ბოროტ მიზანს. დახურონ თქვენი ტელევიზია. დიახ, გისმენთ. როდესაც აი თქვენ კარგი სიტყვა ეხმარეთ, რომ ეს არის რაღაცა შერჩევითი, თუ მართლაც შერჩევითი, ასე ვთქვათ, იდგომა, თუ მართლაც საგადასახადო საკითხთან გვაქვს საქმე. როგორც უყვარს ხოლმე თქვა, ორ კომერციულ სუბიექტს შორის არის დავა რომ იტყვიან ხოლმე, მაგრამ თქვენ კომერციულ სუბიექტი ხართ, ოღონდ ამ შემთხვევაში სახელმწიფო გადავებათ. სახელმწიფოს და კომერციულ სუბიექტს შორის არის დავა თუ სახელმწიფოს სურვილი არის განახორციელოს რეპრესია თქვენი მაუწყებლობის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, აშკარა, ვინაიდან მაშინ რატომ გაათავისუფლეს, რატომ თუნდაც რაღაც მიზეზების გამო დაუშვათ ვერ გადაიხადეთ თქვენი ვალდებულებები. მაგრამ ეს მიზეზები რატომ წარმოიქმნა?
მიღებული კანონები. რეკლამას გიგზავნენ. გახდებით მოღალატე, ასე ვთქვათ, აგენტი თუ რაიმე გრანტს მოისიდავთ. გადაკეტეს ყველა არხები. წარმოგიდგენიათ, საქართველოში 36,000 არასამთავრობო ორგანიზაცია ფუნქციონირებს და აქედან აქტიური, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ათეულ ათასობით ადამიანს ასახმებდა, აი ამ რაოდენობის იყო და დანარჩენი ეპიზოდურად გრანტებს ღებულობდნენ, იგივე ჯანდაცვის კუთხით იქნებოდა აგრარულ ან სოფლის მეურნეობაში მცირე ბიზნესის მედიის ხარდაჭერის ჯანმრთელობის უამრავი გრანტები გაიცემოდა. მთავრობამ ახლა სიამაყედ განაცხადა, რომ ჩვენო რადგან ვერავარ გრანტს ვერ მიიღებთ თუ არ დარეგისტრირდით და ნებართვა უნდა მოგცეს, ხო წარმოუდგენელია. თქვენ ახლა გრანტი რომ მიიღოთ, მთავრობაში რომ განაცხადებთ, რომ აი ეგერ მომელღაც დაუშვათ კომპანიამ რეგიონულ რომელიც და მუნიციპალურ განვითარების პრობლემებზე მუშაობს, ან თუნდაც სახელმწიფომ მოგცა თქვენ გრანტი. დაგირეგისტრირებთ, არა უარს გეტყვით. და რა თქვას, ჩვენო 188 გრანტი გავეცით პირველ კვარტალში. წარმოუდგენელია. რის 188, 36 არასამთავრობო ორგანიზაცია იყო და ალბათ ესე ძალიან შერჩევითად აი ეს საკუთარი მასაკია არასამთავრობოებს რომ აფუძნებენ ეთყობა იმათ მისცეს. ამიტომ გრანტები გადაგიჭირეს. კანონები მიიღეს საშინელი და ყველა მხრივ მათ შორის მარეგულირებელი თქვენი კომუნიკაციის კომისიას ძალიან გაუზარდეს მოთხოვნები და აი ასე მდგომარეობაშია. იგივე იყო როგორც თქვენი ვითარება კავკასიაში და დაპოსტა რამდენჯერმე ნინო ჯანგირაშვილმა დავიხურებით 27,000 თუ არ გადმომირიცხეთ და ხალხმა გადარიცხა ზოგმა 5 ლარი ზოგმა 10 ლარი და რაღაც პრობლემა გადაიჭრა აი კომპანია კავკასიაში რამდენსაც მთელი რეგიონული ტელევიზია იღებს სხვა იღებდა გრანტები ქონდათ ეხლა რას იღებთ არაფერს თორემ როგორ არსებობთ ესეც მიგვირთ და რა რაღაც პატარ-პატარა ასე ვთქვათ ენთუზიასტები და პატრიოტული ადამიანები არიან რომლებიც ეხმარებიან სხვადასხვა რეგიონს რომლებიც ოდის დაიყურება არავინ არ იცის ყველა ერთად აღებული აი ამ არხების ბიუჯეტი არის იმაზე ნაკლები ვიდრე ერთი ადამიანი შეიძლება ხა თქვენ მაყურებელს გაუკვირდეთ რაღაც ამბობს ხო არ აზვიადებს რაღაცა ტენდენციურად ხო არ საუბრობს არა ერთი ადამიანი რუსთავი ორის გენერალური დირექტორის ხელფასი ყოფილა 39,200 ლარი თვეში წარმოგიდგენიათ ეს ახლა გაამრავლეთ 12-ზე და რა გამოდის დაახლოებით 9 მილიონამდე და ერთადერთი კაცი და ასე და რა მისი მოადგილე რამდენიც იღებს და კიდე ქვემოთ მაგრამ როგორ გავიგეთ ეს ჩვენ ეს კაცი სამი თვის წინ დანიშნეს ელჩად კატარში აი უმდიდრეს ასე ვთქვათ ქვეყანაში ნავთობის ქვეყანაში ალბათ იმ დამსახურებისათვის რაც რუსთავი 2 აქცია პროპაგანდისტულ სახელმწიფო ტელევიზია და აი მცოცავი ოკუპაცია რომ არის სიტყვა ასე მცოცავად ნელ ჯერ ხო ჩამოვართეს მე ვითომ პოზიციონირებდნენ რომ არა ჩვენ არა ვართ მართული ტელევიზია და ბოლოს ერთი დირექტორი იუსტიციის მინისტრია დღეს მეორე დირექტორი არის ელჩი და ესეც აჩვენებს რა გახდა რუსთავი 2 და ის ადამიანი ვალდებული იყო რომ შეეცდო ფინანსური დეკლარაცია რასაც ვავსებდი მეც პარლამენტში ყოფნისას და საჯარო მოხელეს ფინანსური დეკლარაცია შეავსო და აგარა შოკის მომგვრელი ინფორმაცია გაწელწაში 9 მილიონი ლარი აქვს შემოსავალი რატომ აი წარმოუდგენელია ისევ რადგან რუსთავი 2 ვახსენე რუსთავი 2 საპატიეს გადასახადები და გადაუვადეს 25 წელით ფაქტობრივად ჩამოწერის ტოლფასია იმედს ჰოლდინგს სადაც იმედით შედიოდა მაესტრო და რადიო იმედი 25 მილიონი ლარი ასევე გადაუვადეს განუსაზღვრელი ვადით რუსთავი 2 როგორ ფინანსდება ეს წარმოუდგენელი დანაშაულია როგორც ხელისუფლება შეიცვლება ძალიან ბევრი რუსთავი 2-ის დამფინანსებელი წავა ციხეში რუსთავი 2-ს ვინ აფინანსებს არავინ იცის აუდიტი რომელიც მას ამოწმებს აუდიტური კომპანია ის წერს რომ რომელიღაცა შეპეს მოგონა არასახელებს აუდიტური კომპანიაც დასასანქციონებელია და პირადად მეუზუნებ ამაზე რომ მივწერს ყველგან სადაც კი გამიოდა სადაც საჭიროა რომ წერს რომ რუსთავი 2-ს აქვს და ბოლო 4 წელიწადში 200 მილიონი დავალიანება
ამ 200 მილიონს აძლევს ვიღაცა. ქართული შპს. ოღონდ არასახელებს რომ აძლევს, მაგრამ 200 მილიონი დავალიანება გაკოტრებული ხართ. მაგრამ გაკოტრებული არ არის, ასე ამბობს, რადგან რუსთავი ამბობს, რომ ეს კომპანია არ მომთხოვს ფულს. რასკი არ მომთხოვს? ვიღაცა ცეცხლად არის გაფორმებული. შენ რომ ცეცხლი არ დააბრუნო, ამის ასე თქვა გარანტიას ვინ გაძლევს, მაგრამ ყველაფერი ნათელია. ეს კომპანია ფინანსდება ზესტაფონელი მშრომელებისა და ჭიათურელი მშრომელებისათვის მოპარული ფულით. ჭიათურ მანგანუმი და ზესტაფონის სფერო გაერთიანებული არის ჯორჯიან ასე ვთქვათ მანგანეცში, ხო, ასე უცხოური კომპანია, მე 10 წელია მას ჩამოართვეს ამ კაზა დროებითი ადმინისტრაცია და ვიღაცა რიჟაკვია რა გვარია. არც ვიცი, ასეული მილიონობით მიდის ფული ოფშორებში. ოფშორიდან ერიცხება ამ ქართულ შპს-ში და ის აძლევს რუსთავი ორს. ასევე ივანიშვილი და რუხაძე რომ აფინანსებდნენ, იქ ცოტა უცნაური ვითარებაა ივანიშვილი რომ აფინანსებს და რუხაძე. იქ აუდიტ კომპანიამ თავის ფინანსურ დასმაში დაწერა. ქართულ და კიდევ ვიღაცები. კომიკური შემთხვევა არის რომ რომელიღაც შპს-ე, აქაც არის ასე თქვა დარღვევები და კრიმინალური. რომელიღაც შპს-ე, რომელიც არ არსებობს ბუნებაში, სადღაც რომელიღაც ვინაშია გაფორმებული და შემდეგ ჟურნალისტური გამოძიები დაადგინეს რომ 10 მილიონი თუ 8 მილიონი გადაურიცხა იმედს და ამ შპს-ის დამფუძნებელი ყოფილა ქართულ ბანკის შიდა ეზოს გუნდები როა საფეხბურთო გუნდის მეკარე. აი, ეთყობა ენდნენ და იმას რაღაც ფული ჩაურიცხეს და მე რივან ჩაურიცხა. და აქ რომ ავიღოთ პოზიტივი, ვიცი თუ პოზიტივი საფინანსებენ პარლამენტარი ბიზნესმენები სვანეთიდან. სახელმწიფო ტელევიზია, საზოგადოებრივი მაუწყებელი 101 მილიონი არის ბიუჯეტიდან მათი დაფინანსება და პლუს 14 მილიონს იღებენ რეკლამიდან. რეკლამა აკრძალულია, მაგრამ რაღაც სპონსორობა დაარქვეს. ამ გიგანტურ ფინანსურ, ასე ვთქვათ, სივრცეში როგორ უნდა გაუწიოს კონკურენცია თავისუფალმა მედიამ? რა შემორჩა? პირველი ფორმულა კავკასია, მაესტრო და თქვენნაირი რამდენიმე. აი ეს არის რომ აი 9 თავიან ურჩხულს რომ ებრძვია ასე ვთქვათ ხმლით და რამდენ თავსაც მოკვეთ იმდენი რომ ამოდის. აი მაგრამ მე მზღაპარში არის კარგი ხერხი რომ ვიღაცამ უთხრა რომ აი ხმალი რომ გიჭირავს გააცხელეო ერთი კარგად. ცეცხლზე და მე რომ მოაჭრითავს ის არ ამოვაო და დადგება დრო რომ აი ამ ცხელი ხმლით. ანუ მე არ ვამბობ ახლა იმას ვაქვია რაც სიტყვის ახლა ის მთავრობის აღება უნდა ხმლითო. არა, ეს სიმბოლურად ვამბობ. ეს ხელისუფლება წავა და ამოისუნთქებს ქვეყანა და მათ შორის თავისუფალი მედია. ჩვენ გიჭერთ მხარს. ჩვენ თითეული ასე ვთქვათ მოქალაქე თქვენს გვერდით დგას, ვინაიდან ეს გასაჭირი ყველამ იცის. როგორ უნდა გადარჩეს ეს ტელევიზია? არ ვიცი, ვერ გეტყვით. ვინაიდან თქვენ უკეთ გეწოდინებათ. თქვენ თავად უნდა გვითხრათ გზები. საერთაშორისო დახმარება, ადგილობრივი დახმარება, ხარდაჭერა, შეიძლება ეს ფინანსური ასე ვთქვათ ხარდაჭერის აქციაც წამოიწყოთ და რომ თხოვოთ ადამიანებს 5 ლარის რომ ჩარიცხვა. თუ კი თქვენ პრობლემას ეყოფა, მაგრამ ეს ხელისუფლება ესეა ჩასაფრებული რომ მეორეს მოგიძებნით. დროებითი გამოსავალი მაინც რა არის რომ თქვენ სვათ. ბატონო რომან, შიდა ქართლში ერთადერთი ტელევიზია თრიალეთი ამჟამად. თქვენ ახსენეთ ეს ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონი და სხვადასხვა რეპრესიული კანონები, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია ორგანიზაციების მუშაობა შეზღუდა. მათ შორის დაიხურა მედია ორგანიზაციები შიდა ქართლშიც და დარჩა ერთადერთი ტელევიზია, ისინი ონლაინ გამოცემები იყო უფრო. ის რაც ვინც არის დარჩენილი, დღემდე მათაც უჭირთ ფუნქციონირება თითქმის, იმიტომ რომ ისინი იყვნენ სხვადასხვა გრანტებზე დამოკიდებულები. ჩვენი რეგიონის ნაწილი ოკუპირებულია, ჩვენი ტელევიზიიდან რამდენიმე კილომეტრში დგას საოკუპაციო რეჟიმის ჯარი, ოკუპანტები დგანან. აი ამ ფონზე, როდესაც სპოპ ერთადერთ
თავისუფალ სიტყვას ხელისუფლება როდესაც სპობს რეგიონში ვის უტოვებს სივრცეს რუსულ პროპაგანდას თუნდაც ალბათ რჩება ხელისუფლების პროპაგანდასაც ხომ ეს სივრცე ეს მინდა რომ მაყურებელმა იცოდეს რასთან გვაქვს საქმე რა თქმა უნდა რუსული პროპაგანდის ერთი გიგანტური ბანკანა მუშაობს ეს არის იმედი და რაც კი რაიმე კარგი ხდება უკრაინაში სპინდ და მუდამ რუსეთის მხარეზე არიან და გამოდებენ ხოლმე ისეთ ინფორმაციებს სადაც რუსეთს კარგად წარმოაჩენს უკრაინას ხოთე დაღამელანძღავენ და ლოცულობენ რომ უკრაინა დამარცხდეს და რუსეთმა გაიმარჯვოს ეს პირდაპირ მათი საერთო პოლიტიკაა და რა თქმა უნდა აშავებენ და ლანძღავენ დასავლეთს და წარმოაჩენენ ასე ვთქვათ გარყვნილ და ბოროტ საზოგადოებას და ფუთავანი მე ამას ტრადიციული ღირებულების დაცვაში და 1000 სულელებში და სწორედ ამიტომ არის რომ ამ ტელევიზიას არ უნდა ყავდეს კონკურენტი რომ ყოველდღიურად ოჯახებში ისმოდეს აი ეს რუსული პროპაგანდა და ისე ვიმეორებ რეგიონებში უფრო მძიმეა ვინაიდან თბილისში მაინც უამრავი სხვა საშუალება ბევრი ტელევიზია ინტერნეტია იქ სოფელში ვისაა გამდენი ინტერნეტის ჩვენთან მით უმეტეს იცით თქვენ ბატონო რომან განსაკუთრებით არჩევნების წინა პერიოდშიც და ახლაც რუსული გავლენების შედარებით მეტია და ომისა და მშვიდობის პროპაგანდამ როგორი იმუშავა კარგად იცით აი ამ მიმართულებითაც საფრთხეა ჩვენი რეგიონი ხომ რომ მოექცეს ამ პროპაგანდის გავლენის ქვეშ კი და თქვენ რეგიონიდან ძალიან ბევრი ადამიანი დადის რუსეთში და ასე ვთქვათ პრორუსები თუ ამ ბევრი ჩუმად მოქმედებს და ამათ გავლენის აგენტი ქვია არა იმის აგენტი ოფიციალურად შპიონი არამედ რომელიც რუსეთის ასე ვთქვათ პოლიტიკას სხვადასხვა დონეზე სოფელი იქნება ქალაქი თუ მედია ავრცელებს და აძლიერებს მას მისი პოლიტიკით ამას ქვია გავლენის აგენტი მაგრამ არიან ნამდვილი აგენტები უკვე რომლებიც სპეცსამსახურებთან არიან დაკავშირებული და მაგრამ ამ გავლენის აგენტებსაც წვენიათ გამოჩენა და სულ 5-10 პროპაგანდისტია და მათ შორის თქვენი რეგიონიდან და აშკარა პრორუსული განწყობები იგრძნობა მცირე ნაწილში მაგრამ მაინც ამიტომ არის რომ ყველანაირად უნდა რომ შეზღუდონ ადგილობრივი მედია რომელიც მაინც სპეციფიკურია რაღაცა როდესაც მოგწინდება ამ დიდი გადაცემების ყურება და საინფორმაციოები რომ გაივლის და რან თუნდაც იგივე სხვადასხვა ამაზე შოუ რომელიც გადის ამ ეკრანებზე მაინც გადართავს ხოლმე იმიტომ რომ საკუთარი ასე ვთქვათ ამბებისა და მაინც შინაური გარემოს და ინფორმაციის მიღება მაინც უნდა იქ მაცხოვრებლებს. თუმცა მარტო იქ მაცხოვრებლები არ გიყურებენ თქვენ აგერ საკაბელო ტელევიზია ხარ და ხელს ქვეყანაში გიყურებენ, მაგრამ მაინც რეგიონზე გავლენას ახდენთ. აი ამ გავლენის გადაჭრა უნდათ ბოლომდე და აი ხომ ხედავთ როგორ იყურებიან. საერთოდ რეგიონული მაუწყებლები უმძიმეს ვითარებაში და ყველაზე მძიმედ მათ დაარტყა ვინაიდან იქ არ არის სარეკლამო შემოსავალი ფაქტობრივად სიმბოლურია და ეს ტელევიზიები მესაკუთრეების პირადი შემოსავლით და ადამიანებს სხვა ბიზნესი ჰქონდა და ამ ბიზნეს ტელევიზიებს ახმარდნენ ასე არსებობდა და ცილეოდენ მხარდაჭერა წვრილი ბიზნესისაგან ძირითადი ასე თქვა დამფინანსებლები იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, დემოკრატიული ორგანიზაციები, რომლებიც გრანტებს იძლეოდნენ. მე არ ვიცი თქვენი შემოსავლების სტრუქტურა როგორია. რა წილი იყო სანამ ამ მდგომარეობაში ჩავარდებოდით გრანტებისა და ადგილობრივი შემოსავლებისა, მაგრამ ბევრ რეგიონულ მაუწყებლობაში გრანტები სერიოზულ როლს თამაშობდა. ბატონო რომან, საუბრის ბოლოს მინდა თქვენ გარაც ეტყოდით თრიალეთის მაყურებელსაც და თვითონ თანამშრომლებსაც. თანამშრომლები რა პირობებში მუშაობენ ეს ყველამ ვიცი და ეს ადამიანები იმსახურებენ დიდ პატივისცემას და სანამ ბოკლუმს არ დაადებენ ერთად რო ხართ ეს სოლიდარობაც არის ძალიან დასაფასებელი მაყურებელს უსურვებ რომ უფრო თრიალეთს უყუროს ვიდრე
სახელმწიფო პროპაგანდისტულ არხებს. ეს ტელევიზია ადრე თუ გვიან მაინც დარჩება მაყურებელთან დროებით რომ შეწყვიტოს მუშაობა. უბრალოდ თუ რაიმე შეუძლია საზოგადოებას ყველა ძალა იხმარეთ, მათ შორის უცხოური მხარდაჭერა საელჩოებთან მიმართვა, რომ როგორმე თუნდაც ეს ხომ არსებობს საგადასახადო სამინისტროში არის იმის ასე ვთქვათ გასაჩივრების ასე ვთქვათ საბჭო და აბა როგორ გადაუვადეს 25 წელიწადი იმეს და რუსთავის ჩვენ ყველა ვერკეტი გამოვიყენეთ თუმცა უპასუხოთ რჩება ყველა ჩვენი მოთხოვნა ეს არის შეავთ განაცხადია ფინანსთა სამინისტროს საბჭო იკრიბება და ამ თხოვნას აკმაყოფილებენ სხვა გარკვეული მიზეზის გამო აი მაგათად იმედი რომ კარგად მომსახუროს უსულ პროპაგანდას სოდუა 25 მილიონი არ წავართვათ, ანუ ევანიშვილს არ წავართვათ მინა ფინანსებს, ხო ვიცით უკვე რო ხადზე გავიდა იქიდან. ისე როგორც რუსთავიორში. თქვენ რომ განაცხადით დაწეროთ და ამ ფინანსთა სამინისტროში. თუნდაც ამ გადავადების შესახებ 5-10 წლიანი, თუნდაც 3 წლიანი და ეს ვერ დააკმაყოფილონ. ეს იქნება ბოროტება. უზნეობა იქნება პირდაპირ. სადეთ კიდევ ერთხელ და მე მივცეთ ამას რეზონანსი სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. ჩვენ არაერთხელ მიმართეთ შემოსავლების სამსახურს ფინანსთა სამინისტროს პრემიერ-მინისტრის სახელზეც გავგზავნეთ არაერთი მოთხოვნა წერილი, ასე ვთქვათ, სასამართლოსაც მივმართეთ, თუმცა ყველა ჩვენი მოთხოვნა უპასუხო რჩება ან უარი. პრემიერ-მინისტრს აქვს 50 მილიონი ლარიანი პირადი ფონდი. ამასგან მთავრობის არეზერვო ფონდი. რომელიც წესით უნდა დაიხარჯოს სხვადასხვა გადაუდებელ ასე ვთქვათ ვითარებაში წარმოქმნილ პრობლემების დასაფინანსებლად წყალდიდობა იქნება ეს თუ ვალვა თუ ასე შემდეგ და ქართული ოსტობის მმართველობის პერიოდში აი ამ მთავრობის ფონდიდან აი ვერ წარმოედგენთ დაიხარჯა 1.1 მილიარდი ლარი 50 მილიონი არის ყოველწლიურად გამოყოფილი და მე 80 მილიონი დადის სად მიდის პატარ-პატარა ესე ხარჯებით ქართული ოსტნების მთელი აი ამ ასე ვთქვათ ხარდამჭერებისა თუ კლანის დასაფინანსებლად ზოგს და იუბილეს გადავხდიან ზოგს წიგს გამოუცემენ ზოგს სპექტაკლს დავფინანსებენ მათ შორის უდაბნოზე ფული ხარჯება სხვაჟოდ კულტურის სფეროში საკუთარი მომსახურე აი ამ კულტურის წარმომადგენლების დაფინანსებაში ნუ თუ პრემიერ-მინისტრს არ შეუძლია საკუთარი ფონდიდან თუნდაც პატარა პრობლემა გადაგიჭრათ მაგრამ უფრო სწორი გზა არის ფინანსთა სამინისტროს ამ კომისიაში მიმართვა ვიცით რა პასუხს მიიღებთ მაგრამ შეიძლება ამ მიმართვის შემდეგ რაღაც აქცია წამოიწყოთ თქვენს თუნდაც დიდი მადლობა ბატონო რომან თქვენი დროისთვის რომ იხარით ჩვენ და მხარდაჭერისთვის დაგემშვიდობებით მაყურებელს კი მომდევნო გადაცემამდე დავემშვიდობები